ახლოვდება დღე, როდესაც ვეიმობთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდ მონაპოვარს, დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. 26 მაისისადმი დაგეგმილი ღონისძიებების სამზადისი უკვე დაიწყო. არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი და სხვადასხვა სამინისტრო სხვადასხვა ქალაქში საინტერესო აქტივობებს შემოგთავაზობს. სად რისი ნახვა იქნება შესაძლებელი 26 მაისს ამ თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ ალექსანდრე დარახოლიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ლია გიგაური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე. დილომშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ფოთში უმასპინძლებს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი კი მარნეულსა და ახალქალაქში, მოკლედ 26 მაისი უკვე მრავალი წელია განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნება. ბუნებრივია რომ არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი, რა იგეგმება წელს დავიწყოთ ფოთში, ბატონო ალექსანდრე, თქვენგან. დილამშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ტრადიციულად შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 მაისისთვის აქტიურად ემზადება. ჩვენ ამ შემთხვევაში უკვე ფოთში გადავინაცვლებთ, წინა წლებში სხვადასხვა ქალაქებში მქონდა ღონისძიებები. რა თქმა უნდა, შეეხება 26 მაისის აღნიშვნას, იმ მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, საკითხები იქნება. გარდა ამისა, მთავარი რაც არის, ჩვენ გამოფენა გვექნება ჩვენი სხვადასხვა დეპარტამენტების საქმიანობის და მათი, ესე ვთქვათ, კონკრეტული აქტივობები ექნებათ დაწყებული. პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იქნება, ახალი ვერტმფრენი ადგილზე და ბავშვებს და მოსულსტუმრებს ექნებათ საშუალება, რომ განათვალიერებენ ბავშვებს, ჩვენ მშობლებიც, უფროსებიც ვადევნებთ ხოლმე თვალს დიდი სიხარულით. შორის საკმაოდ ესეთი კარგი და ახალი ვერტმფრენია და რა თქმა უნდა, ყველას გვაინტერესებს როგორია და შიგნიდან როგორ მუშაობს, ყველას ბავშვები ძალიან აქტიურად ათვალიერებენ ხოლმე. გარდა ამისა, ყველა დანაყოფი დავიწყოთ საპატრულო პოლიციიდან, რომელსაც ექნება იმიტირებული გამშვები პუნქტი, ასე უსაფრთხო ქალაქის კონცეფცია, 112-ს აქვს საკმაოდ საინტერესო სტენდი, სადაც შეგვიძლია ცოცხალი ზარები მოვისმინოთ და სახალისო გამოცნობა არის ბავშვებისთვის საანგებო სიტუაციებში მოქმედების კუთხით. ასევე ძალიან საინტერესოა მოსახურების სააგენტოს სტენდი, სადაც ყველა დროის სახელმწიფო ნომრები და დოკუმენტები, რაც გაიცემოდა, ასე ვთქვათ, ეს იქნება გამოფენილი. ასევე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი აქტიური სტენდია ბავშვებისთვის, სადაც ხდება, ასე ვთქვათ, ველოსიპედებით შეჯიბრება და ბოლოს სიმბოლური მართვის მოწობა გადაეცემათ და კვაცკვერგზე ხდება მათი დაჯილდოება. ასევე ძალიან საინტერესო არის საანგებო სიტუაციების სტენდი, სადაც საცოცი კიბე არის, კედელი არის მოწყობილი, ასევე გამოფენილია სპეცტექნიკა და სულად ახალი სახანძრო მანქანები, რომლებიც ახლა შევიძინეთ, ასევე სხვა ტექნიკა. გარდა ამისა, საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს აქვს ქიმიური შოუები და ასე ვთქვათ, სხვადასხვა ჯადოსნობებს აჩვენებენ ბავშვებს, რომელიც ძალიან მოწონთ ხოლმე და ასე ყველა დეპარტამენტს და მიმართულებას აქვს თავთავისი სტენდი, მათ შორის დაცვის პოლიციას, აკადემიას, ვირტუალური ტირი და ფიქრობ, რომ მოსულსტუმრებს ძალიან საინტერესო გასართობები და საინტერესო აქტივობები ელოდებათ. რა თქმა უნდა, ადგილზე იქნება კონცერტი და როგორც ასე ვთქვათ, ღონისძიების მიმდინარეობისას, ასევე დასრულების შემდეგაც დაგეგმილია კონცერტი და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მოსულსტუმარს გავაცნობთ ჩვენი სამინისტრო საქმიანობას იმ სახალისოდ მივაწვით ბავშვებს იმ აქტივობას, როგორც მუშაობს ჩვენი სხვადასხვა დანაყოფები და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ხოლმე ესა ტრადიციულად ასეთ ღონისძიებებზე და რა თქმა უნდა, ყველა ფოთელს ვთხოვთ, რომ 26 მაისს 12 საათიდან მოვიდეთ ჩვენთან და ჩვენ ვზავართ, რომ უმასპინძლოთ. თანაც იქნება აქტივობები, რომელშიც ჩართვაც აუცილებელიც კი იქნება, როგორც მივხვდით. მინდა გითხრათ, რომ რიგებია ხოლმე ყველა სტენდთან ბავშვების ყველა ესე ვთქვათ, იგივე ტექნიკის გამოფენა, იგივე ვთქვათ, სხვადასხვა აქტივობები ძალიან აინტერესებთ ბავშვებს და სულ არის ხალხმრავლობა და ძალიან ესე ვთქვათ, მოგწონს ჩვენც ეს და ჩვენი თანამშრომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში. ისეთ საინტერესო აქტივობებია, ფოთში ჩამოვიდი, შეიძლება ბავშვებთან ერთად რიგში მეც აღმოვაჩინო მარიამ. როგორც ვიცით, ადგილზე ორივე ქალაქში წარმოდგენილი გექნებათ კამპანია ქართული ენა გვაერთიანებს. ცოტა უფრო ცლად რომ მოვუყვეთ ჩვენს ტელემაყურებელს, რას ითვალისწინებს ეს ყველაფერი. მარნეულსა და ახალქალაქში. დიდი სიამოვნებით, რა თქმა უნდა, მანამდე მინდა წიწვრებათ თქვენც და მაყურებელსაც მივლოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ჩვენ ტრადიციულად ყოველ წელს ფაქტიურად უკვე
ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებით გამორჩეულ რეგიონებში სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მასპინძლობთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მარნეულსა და ახალქალაქში გაიმართება ძალიან მასშტაბური საზეიმო ღონისძიებები. ამ ღონისძიებების ხიბლი არის ის, რომ ერთის მხრივ სახალხო დღესასწაულად იქცევა ხოლმე ყოველი ასეთი შეხვედრა, რამდენადაც ამ რეგიონებში ცხოვრობს სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი მოსახლეობა და მათი ერთად თავმოყრა საერთო ზეიმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო თავაზობთ ძალიან მრავალფეროვან აქტივობებს, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის მოსახლეობაზე, ბავშვებიდან დაწყებული, ზრდასრულებით დამთავრებული, იქნება ეს ანიმაციური თამაშები, სხვადასხვა გასართობის სივრცეებია მოწყობილი, ასევე კონცერტები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის რაც არის, ეს არის სწორედ ის სტენდები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეს არის სტენდები ქართული ენა გვაერთიანებს. წლების განმავლობაში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ატარებს კამპანიას საქართველოს არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობებთან დაკავშირებით და ამ დღესაც ჩვენ ვიყენებთ ცნობიერების ამაღლებისთვის და თვითოულ სტენდთან მისულ ჩვენს სტუმარს საშუალება ექნება, რომ მიიღოს ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც სთავაზობს სახელმწიფო ენის შესწავლისთვის. იქნება ეს სკოლამდელი ასაკის ბავშვი, სასკოლო, იქნება ეს პროფესიულ განათლებაში ჩართული ბენეფიციარი, უმაღლეს განათლებაში თუ ნებისმიერი ასაკის ზრდასრული მოქალაქე. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ამ ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად იქ გვაქვს ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი საჩუქრები, ეს იქნება მაისურები, კეპები, რომელიც ასევე არის ამ ინფორმაციის მატარებელი. ქართული ენა ყველას გვაერთიანებს, განურჩევლად ჩვენი ეთნიკური კუთვნილებისა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის ცოდნა. ამიტომ ამ ღონისძიებასაც ამ აქცენტით ვაკეთებთ. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ ბავშვებისთვის იქნება თუ უფროსებისთვის ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციაც, აქტივობაც იქნება მათ შორის სპორტული, კულტურული და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის დაგვირგვინდება ეს ღონისძიებები, გალა კონცერტით, საქართველოს ჰიმნი იქნება შესრულებული და ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც ენდომება რომ ჩაერთა სხვადასხვა ანიმაციური ღონისძიება იქნება, ეს გასართობი იქნება, შემეცნებითი იქნება ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ საკუთარი ინტერესების მიხედვით მიიღოს მონაწილეობა. მოკლედ ყველას ინტერესები იქნება დაკმაყოფილებული. რაც შეეხება ფოთს ბატონო ალექსანდრე, ჭკვიანი ქალაქის კონცეფცია, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი წარადგენს, რას გულისხმობს ეს უფრო დეტალურად რა მოგვიყვეთ? საპატრულო პოლიცია არის პირველი სადაც მიდიან ბავშვები, ანუ იქიდან იწყება გახსნა ამ ღონისძიების, სადაც არის წარმოდგენილი იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, გადაეცემათ სიმბოლური პასპორტი და შემდგომში ხდება შესაბამისი შტამპის დატანა და მერე უკვე საპატრულო პოლიციის ტექნიკაა გამოფენილი და სხვადასხვა აქტივობები მომსახურების სააგენტოს მომსახურების ცენტრის კონკრეტული აქტივობებია ძალიან საინტერესო. ამის შემდეგ ხდება ეტაპობრივად ყველა იმ ისე თქვა ჯგუფთან გადასვლა და დანაყოფთან გადასვლა, ვისაც აქვს თავისი გამოფენა, მე არის 112, ძალიან საინტერესოა დაცვის პოლიციის სტენდი, ძალიან ბევრი ბავშვია ხოლმე ამ სტენდთან, სადაც არის დაცული სახლის კონცეფცია და ბავშვებს ასე თქვა აჩვენებენ კონკრეტულ თქვა შემთხვევაზე როგორ რეაგირებენ, რა თქმა უნდა სათამაშო მანქანებით ხდება. გარდა ამისა არის სახატავი სივრცე, სათამაშო სივრცე და ძალიან ბევრი ბავშვი მიდის ხოლმე. ყველაზე მეტად მოწონთ საანგებო სიტუაციები, იქ ტექნიკის გამოფენა, ასე ვთქვათ, ასევე კედელი, რომელზეც ძალიან ბევრი ბავშვი უნდა რომ აცოცდეს და სულ იგია ხოლმე მან და რა თქმა უნდა, ყველა დეპარტამენტს აქვს თავისი ძალიან, ასე ვთქვათ, სპეციფიური მიმართულება და სულ დიდი ინტერესია ხოლმე. ანუ დღის განმავლობაში როცა უნდა მიხვიდეთ, ყველა სტენდთან არის რიგი და ცდილობენ ბავშვები განსაკუთრებით მოწოთ ხოლმე ქიმიური შოუ არის ჩვენი ექსპერტები ისეთ ჯადოსნობებს აკეთებენ ხოლმე და ყველას ძალიან მოწონს და რა ვიცი მოკლედ ველოდებით ყველა მოსულ სტუმარს და ვფიქრობ რომ კარგ დღეს შევთავაზებთ და რაც თავარია ეს დღე არის ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის და ერთად უნდა აღვნიშნოთ თქმა უნდა ფოთის მერია და თვითმართველობა თვითმართველობა თავის მხრივ გარკვეულ აქტივობებსაც ახორციელებს და ერთობლიობაში საკმაოდ კარგი დღე უნდა ვაჩუქოთ ფოთელებს და მოსულ სტუმრებს. საინტერესოა რომელ საათზე დაიწყება ღონისძიება, ქალბატონია თქვენ რომ გითხრათ. მარნეულსა და ახალქალაქში ღონისძიებები დილიდანვე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, იმიტომ რომ ამ მრავალფეროვან აქტივობებს ჭირდება ძალიან ხანგრძლივი დრო, რომ თითოეულმა სტუმარმა
თითოეული აქტივობით ისი ამოვნოს ჩვენთან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ხოლმე საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის და აღჭურვილობის გამოფენა, ეს თანამედროვე შესაძლებლობების ჩვენება და განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის საინტერესო და ფოტოსურათების გადაღება, აქ დათვალიერება, შეკითხვების დასმა მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე საინტერესოა ხოლმე ესეთი სივრცეები, სადაც პირადად შეუძლიათ ჩაერთონ და ხატონ საგაკვეთილო, ასე ვთქვათ, სივრცეებიც გვაქვს, სადაც ხატვას ისწავლიან, გვირგვინების გაკეთებას ისწავლიან, ანიმაციურ ცეკვებში ჩაერთვებიან, ესეც ძალიან ახალია, ჩვენ ყავს მოსიარულე ორკესტრი, იმდენად ფერადი, ლამაზი, მრავალფეროვანია ეს ღონისძიება და იმდენად ამაღლებული, რომ თითოეულ სტუმარს ყოველთვის აქვს სურვილი, რომ დასაწყისიდან დღის ბოლომდე დაესწროს ყველა ღონისძიებას და მათ შორის კონცერტსაც, რა თქმა უნდა, და ჩვენ მოვერით, რომ წელსაც გვეყოლება ძალიან ბევრი სტუმარი და ამ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ სწორედ ქართულ ენაზე კონდეთ ერთმანეთთან კომუნიკაცია. რამდენადაც ამ რეგიონებში სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ძალიან ბევრი ეთნოსის წარმომადგენელი ერთად იკრიბება და ერთად ზეიმობს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ქართული ენა იქაც აერთიანებს, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენს სტუმარს. ის ფაქტი თან რომ აქცენტი კეთდება ბავშვებზე და მათთვის ბევრი შესაძლებლობაა, რომ თავად იყვნენ უშუალო მონაწილეები სხვადასხვა ღონისძიების ხელით შეძლონ შეხება სხვადასხვა ტექნიკის და ასე ვთქვათ, ეზიარონ შეიძლება მათთვის ამომავლო საკმაოდ საინტერესო პროფესიას ადრეულ ასაკში და ეს საკმაოდ სასიამოვნო ფაქტია. ფოტოშიც გავარკვიოთ, რომელ საათზე იწყება ღონისძიებები? 12 საათიდან დავიწყებთ ღონისძიებებს, მე სტანდარტულად 17 საათსა და 10 წუთზე უკვე ჰიმნი შესრულდება, როგორც გამოაცხადა ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა. მე უკვე კონცერტი იქნება, ასე რომ მთელი დღის მანძილზე ძალიან აქტიური და დატვირთული დღე გვექნება. შესაბამისად კიდევ ერთხელ ვთხოვთ ყველა ფოთელს და ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, რომ დაესწროს ამ ღონისძიებას, მობრძანდეს და ჩვენ საკმაოდ საინტერესო დღეს შევთავაზებთ. რაც თავარია, ყველა ერთად აღვნიშნავთ აი ამ საზეიმო დღეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა. ნამდვილად ესეა და რა ხალია მართლაც განსაკუთრებულად აღინიშნება 26 მაისი, დარწმუნებულია, რომ წელსაც ნამდვილად ასე იქნება, რაც მოვისმინეთ ყოველ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე. ნამდვილად სურვილი მაქვს, რომ ფოთშიც ჩავიდე და მარნეულშიც დავესწრო ღონისძიებებს. მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო ინფორმაციისთვის. წინასწარ გულოცავთ მაყურებელს 26 მაისს, თუმცა ორშაბათსაც ბუნებრივია ჩვენი გადაცემა დილისრვის ნახევრიდან კვლავ ეთერში იქნება თქვენთან ერთად. მიძღვნილი იქნება ამ დღისადმი ამაში დარწმუნებულები ვართ ჩვენ და კიდევ უფრო ვრცლად მივულოცავთ ჩვენს ტელემაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოგწანებისთვის და ჩვენ ახლა შეგვიძლია მარიამ რომ ნელ-ნელა დავასრულოთ ჩვენი გადაცემა.